დასხობის ინდუსტრიამ პირველ კვარტალში 453 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, ეს წლიურად 40%-იანი ზრდა. გაზრდილია ინდუსტრიის წმინდა მოგებას და ის 26 მილიონ ლარს აღწევს. ამ ფონზე იზრდება მომსახურების ტარიფები მომხმარებლისთვის. რამდენად ადეკვატურად იზრდება ხარისხი, რა გამოწვევები და მოლოდინებია სექტორში, სტუმართან დასხობის კავშირის ხელმძღვანელთა ლაშა ნიკოლაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ როგორი არის პირველი წლის ნახევარი. რა ტენდენციები გამოიკვეთა, რა სურათი გვაქვს და მთლიანობაში მოლოდინის შესაბამისად მიმდინარეობს პროცესი დასხობულთა რაოდენობის კუთხით და შემოსავლების მიმართულებით თუ პირიქით ან გაუარესება, ან გაუმჯობესება გვაქვს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. როგორც ყოველ წელს და ჩვენ უკვე აქ ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე ხანდახან წელიწადში რამდენჯერმეც არის გარკვეული წარმატებები, ამის გარეშე რა თქმა უნდა სადაზღვევო ინდუსტრია არ არის, ფაქტია რომ შემოსავლები იზრდება, მაგრამ თქვენ სწორედ ახსენეთ, იზრდება სადაზღვევო პრემიის ერთეულის ფასიც და სხვადასხვა მიმართულებებით შიდა სადაზღვევო გადანაწილება აწ უკვე 19 კომპანიაში ძალიან დინამიურია. რა შეგვიძლია ვთქვათ აი გლობალურ რა იგულისხმება დინამიურობაში ან რაში გამოიხატება? აი მაგალითად ჩვენ თუ შევხედავთ 5-6 კომპანიის მაჩვენებელს განსაკუთრებით პირველი კვარტლის შედეგებზე გვაქვს ხო საუბარი. იქ დავინახავთ რომ ამ კომპანიებს მნიშვნელოვანი კლება აქვთ თავიანთივე წინა წლის პირველ კვარტალთან. მნიშვნელოვან კლებაში მე ვგულისხმობ რომ რიგ შემთხვევაში ეს კლება 50%-საც უახლოვდება. მაგრამ გლობალურად ბაზარი გაზრდილია, ანუ გადანაწილება არის მნიშვნელოვნად შეცვლილი. დიდ კომპანიებს კიდევ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ინერციული სიჩქარე აქვს დაღებული, მაგრამ რიგი კომპანიები კიდევ მეორე მკვეთრად შემცირებულია. რა არის ამის მიზეზები? ეს შეიძლება იყოს ვთქვათ, კომპანიის შიდა მიზეზები ან გარე ფაქტორები. ხო, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. კი ბატონო, გარე ფაქტორებს შორის შეიძლება თუ არა იყოს ერთ-ერთი რომ დასხობულთა რაოდენობა არ იზრდება. თუ პირიქით დაგვაქვს ამ ნაწილშიც და მაინც კლება. თქვენ იცით რომ შარშან კომპანიათა რაოდენობა გაიზარდა, 19 გახდა. მე არ ვიტყოდი რომ ეს ბევრი ან ცოტაა, ამას ბაზარი არეგულირებს და რამდენსაც აიტანს ბაზარი და მოითხოვს იმდენი უნდა იყოს, მაგრამ კარგი ის არის კონკურენცია არის მაღალი. აი ჩვენ 19 იქნებოდა 9 თუ 99 უკმაყოფილო ვიქნებოდით მხოლოდ იმ შემთხვევაში კონკურენცია რომ არ იყოს ასეთი მაღალი. ეხლა გავარკვიოთ კონკურენციის მაღლობის გამო არის კომპანიების კლება თუ რაღაცა სხვა მიზეზები არსებობს. არის კი კონკურენცია მაღალი ბატონო ლაშა. ერთ-ერთ ეთერში ღამის ბიზნეს პარტნიორებში, როდესაც მხოლოდ დასხობის ნაწილზე ვსაუბრობდით, იქ თქვენი კოლეგების ნაწილი ამბობდა, რომ მაგალითად სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებისას გარკვეულწილად არის თუნდაც იგივე საბანკო სექტორის მხრიდან ცალკეული მიმართულებით, ანუ კონკრეტული სადაზღვევო კომპანიების არჩევანის პირდაპირ შეთავაზება კლიენტისთვის და იქ სამი დადგენილი აპრობირებული რომ რაც უნდა იყოს სამი შეთავაზება არ არის. ანუ არის კი კონკურენცია რეალურად ბაზარზე, თუ უკვე დამკვიდრებული სტანდარტები გვაქვს და ამ მიმართულებით რეალურად არაფერი არ შეიცვალა. თქვენი კითხვა მაღალპროფესიულია და პრაქტიკულად ზუსტად ის არის, რაც უნდა მეთქვა. უკვე მესამე წელია ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ საბანკო ოჯახების მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიები რა კონტრიბუციას ეყრდნობა ესა და ვინ არის მათ უკან და რა ძალები არის ეს ცალკე თემაა, მაგრამ მნიშვნელოვნად და მკვეთრად იზრდებიან. ამაში თავისთავად ცუდი არ არის, უბრალოდ რის ხარჯზე იზრდებიან და რა, ასე ვთქვათ, პრივილეგიები შეიძლება საბანკო დაფუძნების გამო გქონდეთ. სამი შეთავაზების ნაწილი, როგორც დადგენილი იყო, უნდა შეცვლილი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით სიახლე არ გვაქვს და ეროვნულმა ბანკმა ბოლო ჩვენი პასუხი დაახლოებით უკვე 6 თვეზე მეტია თქვა, რომ ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და იმედია რომ ამ მუშაობის შედეგს დავინახავთ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში, ეს საკრედიტო სიცოცხლეზეა ლაპარაკი, ისევ 85%-ზე მეტი საბანკო სადაზღვევო კომპანიებს უჭირავთ, ანუ დომინაციური მდგომარეობა, ანუ საკანონმდებლო ჩარჩო და გასვლის ნაწილი გვაქვს. ეს ის რაც დაადგინა კონკურენციის სააგენტომ და რაზეც დადასტურებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა თუ გადავხედავთ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად ქონების დაზღვევის მიმართულებითაც, იმიტომ რომ თქვენცით რომ საკრედიტო დაზღვევის დროს ორ რამეს ითხოვს ხო ბანკი? ერთი ქონებას და კრედიტორის სიცოცხლეს. ამ მიმართულებითაც ძალიან მკვეთრი
მოდით ესე ვთქვათ, სანამ ფაქტი შესწავლილი და დადგენილი არ არის შესაბამისი ორგანოს მიერ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ვისაუბროთ ახლა მოგების არიან მაშინ ლიდერები, ასე მოგების, აი, მოგების ხრივ ლიდერები არიან უდაოდ და ცალსახად საბანკო სადაზღვევო კომპანიები. ყველა სხვა სადაზღვევო კომპანია თუ ჩვენ სავალდებულო დაზღვევის ფონდს, აი სატრანზიტო და უცხოურდობრიან მანქანებს, რომელიც აზღვევს, იმ ფონდის 2 მილიონზე მეტი დაახლოებით შემოსავალი მიიღო ყველა კომპანიამ ამ ფონდისგან. ამ შემოსავალს ამოვრიცხავთ. ნახევარზე მეტი რბილად რო ვთქვათ, ამ კომპანიებისა ზარალზე იქნება. თან ლაპარაკი არის მაიკო არა ზარალზე 2024 წელს, არამედ სისტემურ ზარალზე. ანუ ერთი რისკი კი არ მოუვარდათ, ამიტომ ზარალზე გავიდნენ. ერთი კი არ აფეთქდა ერთი პოლისი. არამედ წლების განმავლობაში ეს ზარალი იწერა. ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს რეალურად ხარისხს, იმიტომ რომ მეც თქვენს ყველა ჩვენ მათ შორის ამ ტელევიზიის თანამშრომლები, მაყურებლები ვართ მომხმარებლები, ხო? და ჩვენ ხშირად გვაქვს თავარ კითხვაზე პასუხი. სადაზღვევო პოლისის ფასი იზრდება წლიდან წლამდე. არაფერი ალოგიკური ამაში არ არის, იმიტომ რომ თუ ინფლაცია გასაგებია ხო, მაგრამ ხარისხობრივად რამდენად მოყვება სადაზღვევო სექტორი და ეხლა რა ფრაზაც ახსენეთ, რომ ამოვაგდოთ ის კონკრეტული შემოსავალი საბანკო ნაწილიდან მიღებული რეალურად ასეთ შემთხვევაში შეიძლება ზარალზეც იყვნენ. ეს ნიშნავს თუ არა, რომ კომპანიებს აქვთ მყარი სტაბილური შემოსავალი და ისინი აღარ ფიქრობენ ხარისხის გაუმჯობესებაზე. ანუ ჩემი თქვენი და ყველა ჩვენგანის ხარისხობრივად უკეთესი პროდუქტების შეთავაზება მათთვის უკვე აღარ არის მთავარი საზრუნავი. მე საბანკო შემოსავალზე არ ვუძახი, მე ვთქვი სავალდებულო შემოსავალზე. დიახ. მოდით ინვესტორის კუთხით შევხედოთ და მომხმარებლის კუთხით. ეს ორი სხვადასხვა კუთხია. მე როდესაც ეხლა რომ თქვათ დაზღვევა დაიწყო, მოგეხსენებათ მინიმალური კაპიტალი 7 მილიონ 200.000-ია, ნუ დაახლოებით 10-12 მილიონი აქტივის დაბანდება გჭირდება. და ის მიზერული მოგებები, აი მაგალითად ფონდის გარეშე მოგებები, რეალური კომპანიის ღირებულება რაც არის, ხო, გაყიდვა რომ მოგინდეს, შემფაზებელი მოვა და გაწევს იმ ისა ქვია, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას, ამაშიც მაქვს გამოცდილება შეფასების ნაწილში და იმიტომაც გეუბნებით, გაწევს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტს და კორპორაციულ ნაწილში რაც დაჯდება, აი იმით შეაფასებს სადაზღვევო კომპანია. ამ მიმართულებით თუ საბანკო კომპანიებს არ ავიღებთ ხედველობაში, ძალიან რბილად რო ვთქვათ, სავალალო მდგომარეობა. და რეალურად აი ეს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტი ერთგვარი სასუნთქიც არის რიგი სადაზღვევო კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მე წეგან სისტემური ზარალი ვახსენე. ჩვენი მოსაზრება იყო ასეთი და ჩვენ ზედამხედველსაც 2 წელიწადია ამ თემაზე ვემუშავებით, რომ სისტემური სადაზღვევო კომპანიის მქონე კომპანიები და რატომ ვემუშავებით ამასაც გეტყვით, ზედამხედველის მკვეთრი როლი ამაში რატომ უნდა გამოიხატებოდეს, არის მოდით ესე ვთქვათ, მაღალი რისკის მატარებელი, მაგალითად სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას. ნებაყოფლობით დაზღვევაში კომპანიას, რომელსაც ლიცენზია აქვს, მოგება აქვს თუ ზარალი აქვს, ეს არავის საქმე არ აქვს, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, სამძირითად მოთხოვნებს, რაც არის აზღვიოს. მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ კომპანია სისტემურად ზარალზია, ანუ მის ფუნქციონალს ექმნება კითხვის ნიშნები და ეს აუდიტორულ დასკვნებში წერია. რამდენი ასეთი კომპანია? იცით რა, მოდით მე არ მინდა ეხლა რაოდენობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ღია ინფორმაციაა და იკითხება. შარშანდელი, ანუ 2023 წლის აუდიტორულ დასკვნებში და 2024 წლის აუდიტორულ დასკვნებში ცვლილებები არის, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ გაუმჯობესებულია ისე რომ აი უკვე კოსმოსში ვართ. არა. და ჩვენ ვთხოვდით ორ რამეს ზედამხედველს. რატომ შეიძლება რომ სისტემური ზარალი გააგრძელოს კომპანიამ? ერთი ეს არის რომ ტენდერებში შევიდეს და იქ გააფუჭოს ბაზარი, იმიტომ რომ მას ჭირდება სეგმენტის ზრდა და იქნებ მოგებაზე გავიდეს და ფასის და ხარისხის სახიფათო თამაში, მოდით ესე ვთქვათ, და მეორე მას აქვს გარანტირებული სავალდებულო დაზღვევის ცენტრიდან 2 მილიონ 300, 2 მილიონ 200 შემოსავალი. ხო? აი ეს ორი ინსტრუმენტი აქვს ზედამხედველს, რომ შეუზღუდოს სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც სისტემური ზარალი აქვს და უყოვოს ნებაყოფითი არეალი და თუ ის მოგებას დაწერს ამ არეალში, კი ბატონო, მას არავის არ დაუშლის. დიახ, ახლა ზედამხედველზე ვიტყვი. ზედამხედველი წლების განმავლობაში მსჯელობს გადახდის უნარიანობის 2, ეგრეთ წოდებული სოლვენსი 2-ის ნორმების დანერგვაზე და შემოღებაზე, რაც აი მომხმარებლისთვის ადვილი გასაგები რო იყოს, არა ციფრების სტატისტიკურ თანხმედრას ლიცენზიის მოთხოვნებთან, არამედ პერსპექტივების, მენეჯერული გათვლების, დაშვებების და ასე შემდეგ ფინანსური მიდგომების გაუმჯობესებას გულისხმობს სადაზღვევო, ასე ვთქვათ, მომავალთან. ამ მომავალში უკვე
მოგება მნიშვნელოვნად დიდ როლს ასრულებს და როცა ვხედავთ რომ მენეჯერთა ეს გუნდი, ეს ფუნქციონალი, ეს კომპანია ვერ ახორცი აი რატომ უნდა იყო ინვესტორი კომპანიისა, რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს და აგროვებს ზარალს, ხო? კი ბატონო, ეხლა რა შეხება მომხმარებლის ნაწილს? მომხმარებლის ნაწილშიც, კი ბატონო. ორი გამოსავალია, ხო, ნებაყოფლობით ნაწილში. ტენდერებზე უკვე მოგახსენეთ, ხო, იქ ცოტა სხვანაირი ლოგიკა მუშაობს და სამედიცინო განფასებებთან, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ძალიან გზნობიარეები ვართ, ჯიბიდან რასაც ვიხდით ჯანმრთელობის დაზღვევას, ხო? ადრეც გვითქვამს და სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციებმაც დაადასტურა და ამას დიდი კვლევა არ ჭირდება, რომ როდესაც DRG შემოვიდა და ერთგვარად ნიველირება გაუკეთა და დაწურა საყოველთაო ჯანდაცვის ფასები, მას ასეც უნდა ექნა, ცუდია, კარგი, ამაზე არ ვჭელობთ. სადაზღვევო კომპანიების საწინააღმდეგო იარაღი მოიგონა კლინიკებმა, რომ გაზარდა კლინიკების კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ფასი. ესე იგი გამოდის, რომ თუ ჯანმრთელობის პროგრამას ემუშავება, თქვათ, მიზერული ან თითქმის ნულოვანი მოგებით კლინიკების დიდი ნაწილი აქეთ შოულობს ძირითად მოგებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითეული სადაზღვევო პრემია იცვლება და წინდაწლამდე გაიზრდება. ანუ დასაქმებულების ნაწილზე მოდი. ხო და აი ჩვენ ზუსტად ამას ვიძახოთ, რომ ერთადერთი გზა, უბრალოდ ერთ-ერთი გზა, ალბათ ყველაზე უფრო მისაღები, როგორ შეუერთდეს იმ განფასებას, როგორ გადაიხედოს ეს განფასებები DRG-ს გულისხმობ, ისა ქვია, სადაზღვევო კომპანიებისთვის იქნება, რომ სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ ერთგვარი სახელმწიფო პროგრამაში, ანუ დაიწყოს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევაც ეს არის ერთგვარი სახელმწიფო პროგრამა. და უკვე თქვენ ზაქვია საყოველთაოში თუ საყოველთაოს მიღმა თუ ქუჩიდან დაზღვევის გარეშე ერთი და იგივე ფასი გექნებათ, ერთი და იგივე მაგალითად კი ბატონო, მაგნეტოში კიდე ცალკე პრობლემაა, მაგალითად არის ნუზოლოგების ძალიან დიდი ჩამონათვალი, რომელსაც იმის მიუხედავად კერძო დაზღვევა გაქვს თუ არა, სახელმწიფო მაინც გინაზღაუროს, მაგალითად პირობითად პნევმონია, რომელსაც აბსოლუტურად გულწრფელად ვიკითხე, რატომ უნდა მინაზღაუროს სახელმწიფომ, როცა მე ამისთვის კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას არც თუ ისე ცოტა სუხტი ყოველთვიურად და რატომ უნდა გადაიხადოს, რადგან ითვლება ის მწვავე ინფექცია და შემდგომ. ანუ რეალურად ნუზოლოგების საკმაოდ დიდი ჩამონათვალია ამ მიმართულებით. ანუ მთლად ასე არ არის, რომ რაღაც არათანაბარ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მთლიანობაში რეალურად მაინც ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემაა. ამ საკითხებზეც იყო ჯანდაცვის სამინისტროში თვეების წინ შეხვედრა, რომ აი ეს 2017 წლის ეგრეთ წოდებული საყოველთაო ჯანდაცვის კატეგორიზაცია, რომელმაც განსაზღვრა ძირითადი ცვლილება, სხვა ბევრიც იყო, მაგრამ იყო ასეთი, რომ დასაქმებული ადამიანი, როდესაც ირჩევს კერძო დაზღვევას, მას ურგენტული ნოზოლოგიების გარკვეული ნაწილი უნარჩუნდება სახელმწიფოში და გეგმიური უწყდება. გეგმიური უნდა წაიღოს მთლიანად კერძო დაზღვევაში. ამაზეც კი სადაზღვევო კომპანიები იძახიან, რომ შესაძლებელია, შეიძლება ერთის მხრივ შესაძლებელი იყოს და მართალი ვარ, მაგრამ ამისი წინადადება სადაზღვევო ინდუსტრიამ და საყოველთაო ჯანდაცვამ იმისთვის, რომ არა მოკლევადიანად, არამედ საშუალო და გრძელვადიანად ეს სახელმწიფოსთვისაც და კერძო ინდუსტრიისთვისაც საბოლოო ჯამში კერძო დაზღვევთა რაოდენობის ზრდას უნდა გულისხმობდეს და ხარჯების სწორედ გადანაწილებას, ხო? ამაზე უნდა შეთანხმდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ამაში გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მივწერეთ კიდევაც ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი კონკრეტული წერილი, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაც ვერ მოხდა. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ფასის შესაბამისად, რომელიც აბსოლუტურად კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ლოგიკურია, რომ იზრდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ამას ხელს, მაგრამ ხარისხი რამდენად იზრდება მომსახურების თითოეული ჩვენგანის, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, რადგან ეს ბევრად მეტ ადამიანს გვეხება, მაგრამ არანაკლებია იგივე საავტომობილო ნაწილი. თუმცა საავტომობილოში კიდე მეტი კონკურენცია. დანარჩენ სადაზღვევო პროდუქტებში თითქმის ესეთი გვაქვს რა, საკმაოდ მძიმე სურათი. თუ არ ჩავთვლით ქონების დაზღვევას, ისიც იმიტომ რომ დაუშვათ კონკრეტულ ბანკს სჭირდება. რეალურად ქონების დაზღვევას ბანკები ამუშავებენ მხოლოდ. სხვა შემთხვევაში ესეც პრობლემური იქნება. აი ამ სიტუაციაში მთავარი ფაქტორი, ანუ საზღვაო ინდუსტრია რის ხარჯზე იზრდება, სულ ხომ ეს კითხვა რა არის განმაპირობებელი, რომ იზრდება თუ არ იზრდება? ჯანმრთელობის დაზღვევაში ეს არის კლინიკების ფასები, იმიტომ რომ დაუზღვეველი ადამიანი ფიქრობს, რომ ის ჯიბიდან ვერ გადაიხდის და ეხლა შეეშინდა, არ შეეშინდა შარშან იმის წინ და იმის წინ, რომ ხარჯებს ვერ გაწუდება და მიდის კერძო კომპანიაში, თუმცა ვერ განვითარდა და ვერც ვერასოდეს ვერ განვითარდება ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამები და თუ ადამიანი პატარა კომპანიაში მუშაობს, ვერ მიაღწევს დიდ კომპანიაში მომუშავე ადამიანის დაზღვევას 1 და 2 წლის თავზე, იმიტომ რომ მოსდის პერიოდები
ინდუსტრიები ექნება. ეს ყველგან ასია, შეერთებულ შტატებშიც და სხვაგანაც, სადაც ჩვენაირი შერეული სისტემები მუშაობს და ამისი პასუხიც არის სავალდებულო დაზღვევა, მინიმალური ბაზით და მერე ვისაც რა უნდა ის დაამატოს. და რაც შეეხება ხარისხს, უყურეთ, ხარისხი არის ცოდნასთან შეჭიდული. ჩვენ მომხმარებლებმა ვისწავლეთ გამოყენება ეს ერთი და სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს სადაზღვევო მედიაციის, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობითი ინსტიტუტი და არსებობს დაზღვევის ზედამხედველის ინსტიტუციაში ეგრეთ წოდებული რეკლამაციების, ანუ საჩივრების განხილვის სამმართველო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების ნაწილში განიხილავს. ის არ არის, რა თქმა უნდა, საბოლოო ინსტანცია და სასამართლო. თუმცა ამანაც მნიშვნელოვანი წილად წინ წაწია, ვთქვათ, ეს ხარისხის ნაწილი, იმიტომ რომ ყოველთვიურად იქ სადაზღვევო კომპანიები ვალდებულები არიან, რომ ყოველი ასეთი რეკლამაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და თვითონ ამ რეკლამაციების რაოდენობაც კი სადაზღვევო კომპანიებზე ბევრს მეტყველებს და ამ მიმართულებით სადაზღვევო ზედამხედველი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. კიდევ მეორე ფრის ვერ იქნება ბოლო ინსტანცია ამისა, მაგრამ ყურადღებას რო აქცევს და ეს გადაჭაჭულია ზოგადად სხვა მომხმარებელთა ინტერესების ნაწილზეც და აქტიურად მუშაობენ მომხმარებელ კონკურენციის სააგენტოს და ხო? აი ამ მიმართულებითაც დონე მნიშვნელოვნად ამოწეულია. ხო და აი თქვენ რაც დასვით აბსოლუტურად სწორად. ხანდახან მეც მეკვის ხოლმე რის ხარჯზე იზრდება, მაგრამ იზრდება. ჯანსაღია მე ბანკებთან მიმართებით ვკითხულობ ხოლმე, რომ ჯანსაღია კი საბანკო სექტორი, როცა პირობითად ორი დომინანტია. ჯანსაღია კი დღეს სადაზღვევო ინდუსტრია, მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე წამყვანი კომპანია, რომელსაც შესაბამისად მაღალი შემოსავლები აქვს, მაგრამ და მოიზდული პრემიები, მაგრამ მთლიანობაში 19 კომპანია მე ვიტყვი ასე, რომ რიგი კომპანიებისა ნამდვილად ასია, ჯანსაღია, მაგრამ მთელ სადაზღვევო ინდუსტრიაზე და ყველა კომპანიაზე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ იგივე სისტემური, ასე ვთქვათ, აუდიტორული დასკვნების კითხვა და იქ სისტემური დარღვევები, რომელიც ხანდახან რადიკალურია ხოლმე და კრიტიკულია და ვერანაირ, ასე ვთქვათ, ჯარიმით ის ვერ გამოსწორდება და თუნდაც წარსულში ასეთი ბიოგრაფიის მქონე კომპანია დღეს ცოტა სხვა, ასე ვთქვათ, რეჟიმში უნდა არსებობდეს, ჩემი სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა. აი ეს ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს დაზღვევის ზედამხედველისგან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ბუნებრივია კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლოთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ლაშა ნიკოლაძე საუბრობდა.